For 40 years, Iran has been saying death to America, death to Israel. They have been killing our people. I decided a long time ago that I would not let this happen. It will not continue. შეძახილები, რომელიც დონალდ ტრამპმა ახსენა 2024 წლის 30 ივლისს თეირანში ისმოდა. დარბაზში იმ დროს ირაკლი კობახიძე ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად იჯდა. მოსალოდნელია, რომ ამერიკელებმა უფრო მძიმე დარტყმა განიცადონ, ვიდრე ოდესმე გადაუტანიათ. ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ აიათოლა ალი ხამენეი იმუქრება. იმუქრებიან იემენელი ჰუთებიც, თქვენი გემები ჩვენს ტერიტორიულ წყლებს მოარიდეთ, მიმართავენ ისინი შტატებს. ბირთვული ობიექტების დაბომბვის პასუხად ირანმა დღეს ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა თელ-ავივი და ხაიფა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით საავადმყოფოებში 90-მდე ადამიანი გადაიყვანეს. დანგრეულია რამდენიმე სახლი. გიორგი გახარია თანახმა აწულუკიანის კომისიამ ონლაინ რეჟიმში გამოგითხოს, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფება. თუმცა კომისია ამ ფორმატზე უარს ამბობს. განცხადებას პარტია საქართველოსთვის ავრცელებს. გახარია წულუკიანის კომისიაზე ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე მეორედაა დაბარებული. სხდომა ხვალ უნდა გაიმართოს.